შაბათს არის გამაფრთხილებელი აქცია 11 საათზე და 1 მაისს მშრომელთა დაცვის დღეს გვაქვს გრანდიოზული აქცია. სად იქნება ეს აქცია? ნუ ახლა ჩვენ განაცხადს შევიდათ მერიაში, ალბათ სავარაუდოდ ისევ ლოკაცია უფრო დიდი და უფრო მოხერხებული მე მგონია ეგაა სხვასთან შედარებით, ახლა მანქანებით მოვივალ შეფიქრებიდან და ამიტომ მაინც სავარაუდოდ ალბათ აქ. თქვენ ეს პერიოდი რჩებით გაფიცულები თუ განაგრძობთ მუშაობას? ჩაულებდით გაგრძელებთ მუშაობას და რატო? გვინდა რომ ყველა ის ბიჭები ვისაც ვერ გაიგო ან არ იცოდა რაღაცა რომ მოემზადონ გავაფრთხილებას გავაკეთებთ ვივლით ქალაქში ჩვენს სამსახურშიც შევასრულებთ თანაც ვივლით და გავაფრთხილებთ ან ამ შაბათს გეკნება გამაფრთხილებელი აქცია ხო? შაბათს იქნება გამაფრთხილებელი და დაღანონსებულია ისედაც 1 მაისი მშრომელთა დღე რომელიც იქნება უფრო დიდი თქვენ თუ მიმართეთ ამ კომპანიის ადმინისტრაციას თქვა იანდექს სადაც ხარ დასაქმებული და რა პასუხი მიიღეთ? განტოლია მომისმენე კომპანიები შეგნებულად არ ფიქსირდება თუ არ იძებნება მაგათი ნომრები, იმიტომ რომ ვერ მოხდეს ეს პირდაპირ მიტანა ამ წუხილების. ამიტომ მაგრამ ოფისები აქვს, თქვა იანდექს აქვს ოფისი როგორც ის არაფერს არ ნიშნავს ის ოფისი, ჩვეულებრივი ამბავია, იქიც იგივე პროცენტს უპროცესორა იმის იქით ვერაფერს და რაღაცა პატარა ტექნიკური საშუალებები. ან განწყობილ პირები ხარ არიან ამასთან. ხო, განწყობილ პირები იქნები არ არიან და ვერაფერს ვერ აწყობენ. ჩვენ ვითხოვთ კანონიერ მოქმედებას და არა რაღაც ზოგადად. ამიტომ აკეთებთ ყველაფერს კანონიერად და ნაბიჯ. იმიტომ რომ ასე ერთი დღით და ერთი შეკრებით აგი არ წყდება. ამიტომ ეს იქნება ხანგრძლივი სანამ არ გავალ შედეგზე, იმიტომ რომ ძალიან აი მონური შრომა როგორც აი ყველანაირი შრომა, მაგრამ ყველაზე დიდი მონური შრომა არის ეს, რაც ახლა ბიჭები ყველა დღიურად ჩვენ გავდივართ ყველა დღიურად. მადლობა. ეს არის მონური შრომა.